ჯგუფს ნიუტონს უსმენდით და დღეს უკვე ჯგუფის წევრები ახლა ჩვენთან ერთად არიან ლევან აბშილავა, ჯგუფის დრამერი და შაკო ღელეყვა, ასევე ჯგუფის ბასი. მადლობა რომ გამონახეთ რო და მოხვედით ჩვენთან სტუმრად. ალბათ პირველი შეკითხვა ესეთი იქნება, როდის შეიქმნა ჯგუფი და რა კავშირი აქვს სახელის გარდა ფიზიკოს ნიუტონთან? მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. ჯგუფი დიდი ხანია არსებობს, ოღონდ ბევრი შემადგენლობა გამოვიცვალეთ. მე და შაკო წლების განმავლობაში მოკლედ მოვდივართ დღემდე, იმით რომ 2013-დან ეს შემადგენლობა ხო 2013-დან არსებობს, როგორც ნიუტონი. მანამდე იყო სხვადასხვა სახელებით და სხვადასხვა შემადგენლობით ვიყავით ხოლმე. განსხვავება იყო მუსიკაში, თქვათ, იმ მუსიკოსებთან ერთად და ეხლა როგორც ხართ? ნუ ძირითადად ჟანრობრივი სხვაობა იყო. ჟანრობრივად შენარჩუნებულია. ან მუსიკოსებიც ისეთი იყო დროის მიხედვით შერჩეული, რომ დაახლოებით ახლოს იყვნენ ამ რამდენი წევრია ჯგუფში? 5 ვართ. 5 ხართ, ხო? როგორც ვიცი, სულ თავიდან ჯგუფი ნიუტონი ჩამოყალიბდა როგორც ერთგვარი cover project-ი იყო. თუ არა, რაღაც cover-ებზე მუშაობთ, ესე მახსოვს, იმიტომ რომ თქვენ ძველ მუსიკას რასაც უსმენდი, უფრო მეტად cover project-ობა არის ყველა თითქმის ყველა ქართული ჯგუფის რა თქმა უნდა ისე აუცილებელი პარალელური თავშესაფარივით იყო მოკლედ. რატომ ხდება ესე ხო მართლა რომ რაღაცა უფრო მეტ დროს უთმობენ ხოლმე შეიძლება რაღაცა cover ვერსიების კეთებას ვიდრე თავის მუსიკის შექმნას? ნუ რაღაც მომენტში ეტყობა, ანუ ადამიანებმა ძიების პროცესი შეიძლება იყოს. ანუ შეიძლება ამას ამოეფარო და მანამდე რაღაც მოძლიერდეს შენ ამბავში, მაგრამ ანუ თან იმიტომ ხდება, რომ დაჯერება უფრო ადვილია იმ ადამიანისთვის, ვინც არის ის, ანუ თუ მის საყვარელ რაღაცას ასრულებ კარგად, მერე უკვე შენის უფრო ჯერა. პირდაპირ შენს რო თავაზობ, ცოტა სხვანაირად აღიქვამენ, მოკლედ. რამდენად რთული არის საერთოდ cover-ის კეთება? გულისხმობ იმას, რომ ერთის მხრივ cover-ში უნდა იყოს შენარჩუნებული ორიგინალური ხაზი და მეორეს მხრივ უნდა ჩანდეს ჯგუფის ინდივიდუალიზმიც, ხო? თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება ეს? საინტერესო თუნდაც ახლა ჩვენ ამ სიმღერას რო უსმენთ, ესეც ერთგვარი cover-ად შეიძლება ჩაითვალოს ოფიცინა გვერდნაცის. იმიტომ რომ ჰარმონიიდან დაწყებული რითმულად აბსოლუტურად მარტო მელოდიური მოტივი არის შენარჩუნებული, ისიც ერთ-ორ ადგილას რაღაც თანამედროვე დრამატურგიის გათვლით არის ოდნავ შეცვლილი, მაგრამ ნუ მუსიკალურად არ ითვლება დარღვევად, იმიტომ რომ სიმღერა რომელიც მე მთავრდება ორიგინალი ჰარმონიით, მელოდიის ის ხაზი როგორც არის, მაგრამ მანამდე რაც ხდება, ყველაფერს თავისი ესე რომ ვთქვათ, ამბის მოყოლის მეთოდიკა გააჩნია. ნუ ეხლა ძალიან დიდ დროს წაიღებს ახლა მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ ნუ საინტერესოა თვითონ რთული არის cover-ზე მუშაობა, იმიტომ რომ კი, ძალიან ბევრი რამის გათვალისწინება გიწევთ და რისი არა დაუშვათ, ანუ სად ჩანს თუნდაც ამ cover მუსიკაში ჯგუფი? როგორ ჩანს? შეერადობიდან და აზროვნებიდან გამომდინარე, ანუ მიმდინარეობა გზა საითაც დაუშვათ შენ საავტორო მუსიკას რა განხრითაც მუშაობ, რა ჟღერადობის, რა ასოციაცია, ყველაფერი ამის შენარჩუნება cover-ი პრინციპში ყველაზე მეტად არის საქმე იმაში, რომ ჯგუფი თავის ჟღერადობის მომენტს უნდა ინარჩუნებდეს, იმიტომ რომ ის უნდა კეთდებოდეს. ანუ ჯგუფი უნდა კარგავდეს თავის ჟღერადობას და არც ის უნდა კარგავდეს თავის ახლოს უნდა იყოს მელოდია. ნუ ეს თბილისობის კონცერტზე, როდესაც ქალბატონმა ბასამ სიმღერების ჩამონათვალი, როდესაც მოიტანა, შაკო ეგრევე წამოხდა, რომ აუ ესოსო, აღარ გვინდაო დანარჩენიო არაფერიო, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს მუსიკოს ყოველთვის ხდება მისთვის ესე უხეშად რო ვთქვათ, მასალა ის პროდუქტი რაც არის, კლასიკად ქცეული დაუშვათ, თუ გეძლევა საშუალება, შენთვის კარგი მასალა როცა არის,
გასაკეთებლად და ეგ იყო ჩვენთვის ეგიდია რა. თუმცა ამ სიმღერაზე როცა არის საუბარი, უნდა ვთქვათ ისიც, რომ რაღაცა ნაწილის მხრიდან მოყვა კრიტიკა, ხო? და კრიტიკასთან ერთად ვთქვათ ისიც, რომ უფრო მეტად იყო რაღაცა ისეთი არა ობიექტური, უფრო მეტად სუბიექტური ლანძღვა. ხო, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ კრიტიკა რატომ ხდება ეს რაღაცა ახლის მიღების შიში გაქვს ჩვენ ამაზე პრინციპში ქონდა ეთერს გარეთ საუბარი და რატო ხდება ესე რომ რაღაცნაირად ახალი რაღაცა რომ გამოჩნდება იმასთან მიუღებლობა თუ ალბათ უფრო ყურის გამო ხდება რომ ყური მაინც მიჩვეული იყო იმ ძველ ვერსიას სიმღერის კონკრეტულ ამაზე ამ სიმღერაზე როცა არის საუბარი როცა ეს ამბები მოხდა ანუ თემა ის იყო ყველაზე ცუდი უცებ ვიტყვი რომ კრიტიკა არის როცა ადამიანი მუსიკალურად დასაბუთებულად გეუბნება რატომ და რა არ შეიძლება მუსიკაში აი რაღაც არ შეიძლება ეგ ცოტა სადაო საკითხია იმიტომ რომ მუსიკა არის სამყარო სადაც ხარ თავისუფალი და რაღაც ის კანონები ექსპერიმენტებისთვის არსებობს კი ყველა თავის ახე ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი მაგრამ რაღაცების გათვალისწინება ყველაფერი მოსულა ანუ როცა მით უმეტეს ხდება რაღაც ინტერპრეტირება ჯერ ერთი ანუ რა ქვია ბოდიში ანუ აქ დამახინჯება არ ყოფილა ანუ ფაქტიურად ეს მუსიკა რაც მოვისმინეთ ეს იყო ჩვენი სტილის და მელოდიის შერწყმა ანუ ფაქტიურად ხალხს გონია რომ ჩვენ ის არ მოგვეწონა და გადავაკეთეთ მაგაში დიდი სხვაობა ეს იყო ჩვენი სტილისტიკა რომელზეც დავმიქსეთ ეს მელოდია ვეცადეთ რომ მორგებული ანუ თვითონ ის ადგილები რაც ორიგინალიდან სიმღერიდან ის ტექსტიც მის სამღერიც ის არანაირად არც გააგრესიულებული არა არც დამახინჯებული ჩვენ იქ რასაც ვაკეთებთ მუსიკაში რომელიც ჩვენი იყო იქ შეგვაქვს უფლება რო ვქნათ ანუ თვითონ სიმღერა არ დაგვიმახინჯებია მე ესე ვფიქრობ კეთილი ქავერების გარდა ბუნებრივად თქვენს მუსიკასაც ხო რა ჟანრია ეს და თვითონ აი მუშაობის პროცესზე რო გითხრათ იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ რთული არის სადღაც 4-5 კაცი როცა ერთ მუსიკაზე მუშაობს იქ ძალიან ბევრი აზრი ჩდება და ამ აზრების რაღაცა გათვალისწინება და მაგამ ბავში მე ვთვლი რომ ეხა ამ შემადგენლობაში არის კაკრას იდეალური ვარიანტი იმიტომ რომ შეთანხმება აზრი რა თქმა უნდა სხვადასხვა არსებობს, მაგრამ იმ საბოლოო პროდუქტის შექმნისთვის ეს აზრების თანხვედრა მიდის ყოველთვის ისე საინტერესოდ, რომ საბოლოო სახე ნებისმიერ კომპოზიციის დამთავარ დასრულების დროს უკვე არის ის, რომ ამ ხუთი ადამიანის თანხვედრა ისე სწორად ხდება, რომ ბოლოს უკვე ხელში გვიჭირავს, ესე რომ ვთქვათ, ხარისხიანი და ისეთ საინტერესო პროდუქტი, რომელშიც ყველა მუსიკოსის ინდივიდუალურად რეალიზების ის ჩანს ყოველთვის და ძალიან კომფორტულად ვართ ერთმანეთთან მუშაობის პროცესში. ბევრი მეთოდით მუშაობთ ხოლმე, არის როცა ძალიან რაღაც რთული თემები გვაქვს, ეხლა მუშაობთ ლაივზე და გვინდა პარალელურად ალბომის. ეს იქნება თქვენი მუსიკა, რომელიც არის ძალიან წლების წინ დაწერილი ბევრი, აი არის ბევრი კომპოზიცია, რომელიც მე და შაკოს გვაქვს გაკეთებული სადღაც 1999 წელს, 2000 წელს და ბევრი ისეთი ადამიანი რატომ ვერ მოხერხდა მანამდე ბევრი ხელისშემშლელი პირობების გამო ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ეს მუსიკა ჩვენ რასაც ვაკეთებთ მოითხოვს ტექნიკურად და ხარისხის დღეს ყური არის მიჩვეული ძალიან ხარისხიანი რთულია საქართველოში რომ ტექნიკურად კარგ ხარისხს მიაღწევა მისი საშუალება. საქართველოში არ არის რთული. ეს ყველაფერი არის. არსებობს ესეთი, სადაც შეიძლება მაღალი ხარისხის მუსიკა ჩაიწეროს. კი, არსებობს. უბრალოდ მარტო სტუდიაზე არ არის. ხარჯები. ხარჯები, ფინანსები ჭირდება, როდესაც ცოტა თანამედროვე საქართველოში ალბათ იაფიცაა სხვა ქვეყნებთან შედარებით. ანუ ვერ იტყვი რომ სხვაგან წავალ იაფად გავაკეთე. შეიძლება 4ჯერ იაფიც იყოს. არის კი სტუდიები სადაც არის მაგის საშუალება რომ ანუ ეს ყველაფერი არის თანხებთან დაკავშირებული არა მარტო სტუდიის ჩაწერა არა თვითონ ის რაღაც ტექნიკური რაღაც მუსიკას მე ალბათ თავისთავად შედება რაღაცა ანუ ჩვენი მუსიკა არ არის ისეთი რომ სამზარეულოში ორი გიტარით დაჯდიან სახლის პირობაში და იმუშაო ანუ ჭირდება აპარატურა იგულისხმება მაგალითად სინთეზატორი
5 წლის წინ გამოსული რაც არის, ანუ შეიძლება დღეს უკვე აღარ ვარგოდეს. სულ განახლება ჭირდება ამას. თან როცა სულ უკმაყოფილო ხარ, იმიტომ რომ როცა დიდ უმიზნებ, ანუ ეს წილის ღერადობები არ მოგწონს და სულ ელოდები რაღაცას ასწავლოს და მერე ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ მოდი ჩვენი პირობები, ანუ ეს იმიტომ გაიწელა ამდენ ძალიან გაიწელა და მერე მივედით, რომ მოდი რითაც გვაქვს ვაკეთოთ, ნელ-ნელა შემოვიმატოთ, თორე აღარ გამოდიოდა გაჩერება, ხალხი მიდის, დრო მიდის და ანუ ხო, ანუ ფაქტი ის არის, რომ ზოგჯერ ამდენი ნამუშევარი რაღაც დეტალებში, რომელზეც ძალიან ბევრი გაქვს ნაფიქრი, უცებ შეიძლება კონცერტზე ვერ გაჟღერდეს რაღაც ტექნიკური ხარვეზების ან თუნდაც რაღაცების გამო და ძალიან ისეთი ყურიანი მუსიკოსი თუ მიხვდება იმას, რომ ეს არის ნამუშევარი, მაგრამ უბრალოა მსმენელისთვის ზოგჯერ ან იმ ადამიანს არასოდეს. მაგრამ მუსიკას ხშირ შემთხვევაში სწორედ უბრალო მსმენელებისთვის ხნით თუ ხო და აი უბრალო მსმენელებისთვის უნდა იყოს გასაგები, ხო, ამას როცა ვაკეთებ. მუსიკამცოდნებისთვის ხარ ვაკეთებ. ხო, რა თქმა უნდა და ამიტომ იმ ადამიანს არ აინტერესებს რის გამო ვერ მოისმინა ისეთი ხარისხით, რომელსაც ელოდებოდა და რაზეც აქვს მუსიკოს ნამუშევარი და ამიტომ ეგეთი რაღაცებისთვის საჭიროა რომ იყოს მაღალი ხარისხის ტექნიკურად უზრუნველყოფილი ის რომ ადამიანს აჩვენო ბოლომდე რაზეც გაქვს ნაფიქრი ანუ ალბომი ახსენე შენ ხო და მუშაობთ ამ ხრივ და რამდენად აქვს ზოგადად საქართველოში აზრი გულისხმობ რამდენად ხდება ეს სტუდიური ჩანაწერი საბოლოოდ კომერციული ჩვენ ვაპირებთ სტუდიური ლაივის ჩაწერას. იყიდება შემდეგ ეს. გაყიდვა მაგის გათვლით ლოგიკას. გაყიდვა მე მგონი მთელ მსოფლიოში პრობლემაა უკვე, ანუ ეს არის უბრალოდ ანუ სავიზიტო ბარათის, ხო, ანუ იმიტომ რომ ჩვენ ახლა ფესტივალებზე დავდივართ და სხვადასხვა ძალიან ისეთ პრესტიჟულ ფესტივალებზე ჯაზ აინტერესებს ძალიან ესეც სხვა თქვენი რაღაცა საფესტივალო ცხოვრება როგორია ჯგუფის, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გრჩება და მინდა რომ მაქსიმალურად ჩავედიო. და მაგისთვის არის ეგ რომ მასალები, იმიტომ რომ ხდება კომუნიკაცია იმის მიხედვით, რომ მასალას უსმენს ორგანიზატორები ამ ფესტივალების და მაგის შემდეგ ხდება უკვე მოლაპარაკებები, მიწვევა და დანარჩენი ტექნიკური საკითხები. ბოლოს მაგალითად გერმანიაში ვიყავით წელს. ზაარლენდი ქვია ხო ფესტივალი. ხო. და ანუ რამოდენიმე ადამიანი გველოდა რომ ანუ ალბომის შესაძენად და ჯერ ძალიან გაუკვირდათ რომ არ გვაქვს ალბომი, ეხლა ვმუშაობ და ანუ იმათვის საოცრება, ანუ ესეთ ფესტივალზე რო ხვდები უკვე უნდა გქონდეს რა. როგორი არის ჯგუფის საფესტივალო ცხოვრება რამდენად ხშირად გიწევთ გამოსვლები და ზოგადად რას ძენს ეს ფესტივალები ჯგუფს გარდა იმისა რომ რაღაცა მსმენელის ფართო წრე ხდება ხო და ალბათ კიდე ამ ფესტივალებზე მნიშვნელოვანი არის უცხოელი მსმენელის შეფასებაც ხო გარდა იმისა რომ ჩვენ ახლა პროგრამაში გვაქვს ქართული ჩანართები თუნდაც ფოლკლორული თუნდაც რაღაცები და ამიტომ იქ ძალიან დიდი ის მოყვა მაგას მოსწონთ ეს ყველაფერი და მისაღებია მაგათთვის და მით უმეტეს ხშირია ხოლმე ფესტივალები თუ მაინც ის არა არის ხშირი კი ბევრი არჩევთ თქვენ ამისი ფუფუნება გაქვთ რომ არჩევთ რომ ფესტივალზე წავალთ რომელზე არა მეორე მომენტია რომ ანუ ეხლა კეთდება ეს მოკლედ ჩვენ ხო სულ უკმაყოფილოები ვართ და ანუ რაღაცას გავაკეთებთ მე იმას კიდე გადავაკეთებთ და ანუ ვერ ვისვენებთ და კიდე წელავს ეს დროს და ანუ ეს ფესტივალების სიხშირე და ჩვენი აქტიურობა მოდუნებული იყო იმიტომ რომ მოდი ჯერ გავაკეთოთ იქ რო გადააგზავნი რაღაცას მოდი ესეთი არ ესე მომზადებული არა უკეთესად ჩავიდეთ და რაღაცებს ანუ ჩვენ თვითონ ვცდილობთ რომ უფრო ის იყოს დახვეწილი, მაგრამ გერმანიამ ბოლოს გვაჩვენა რომ მზადხართ. უკვე შეიძლება ფიქრი სერიოზულ რაღაცეებზე. გასაგებია. იქ სხვანაირად უსმენს ხალხი მუსიკას. ანუ არ არის ორიენტირებული მსმენელი მხოლოდ რაღაც მარტო ვოკალზე. იქ მუსიკოსი ყოველთვის ხვდები ადამიანისგან, როდესაც სწორ დროს უკრავს ტაშსაც როგორ უკრავენ ეს ემოცია რასაც გაძლევს მსმენელი მაგ დროს მით უმეტეს ღია სივრცეში ძალიან რთულია ამის კონტროლი მაგრამ ნუ აი პირველ მის სამღერს რო უკრავ სიმღერა რომელიც არ იცის იქ დგას 20000 ადამიანი და მეორე მის სამღერზე უკვე უცებრო ჩერდები და მღერიან შენთან ერთად ანუ ეგ მეტყველებს იმაზე რომ მათთვის მისაღებია ის პროდუქტი რასაც თავაზობ
თან ქართული რაღაც ელემენტებით გაჯერებული, როდესაც არის სტილისტიკურად. ამას ძალიან მაგრად ღებულობენ. კეთილი. ეგ არის თავარი. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სამწუხარო დროში ვარ ძალიან შეზღუდულები და ვეღარ ვასწრებთ უფრო ცლად საუბარს ჯგუფზე. ჩვენი სტუმარი იყო ჯგუფი ნიუტონი, ლევან აფშილავა, ჯგუფის დრამერი და შაკო ღელეყვა, ჯგუფის ბასისტი. მომღერალი სხვათა შორის ეს დრამერი, იმიტომ რომ იქ თავარი მოტივები რაც ვოკალი და დრამერი, ესე ვთქვათ მაშინ. ეხლა კი სოფო ვასაძე შეგვიძლია მოусმინოთ ახალი ამბების მოკლე გამოშვებით.